ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ოფლაერტი საქართველოში შეხვედრებს მართავს. მან პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა, შემდეგ კი სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. როგორც კომისრის ოფიციალური საჯარო განცხადებიდან არის ცნობილი, ის შეხვდება როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მისი მანდატი მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მონიტორინგს. No, I go to Istanbul and then Istanbul to Antalya. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რა თქმა უნდა, შეეხებოდა შეხვედრა ადამიანის უფლების მდგომარეობას ზოგადად საქართველოში, აინტერესებდა მათ შორის მე როგორც სახალხო დამცველი რა პროცესში ვარ ჩართული და იმ ანგარიში, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში, ამ ანგარიშში იყო საუბარი, რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრებით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას, პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, ვინც ახლა საპატიმროში არიან და ამავე დროს დაისვა კითხვები არის თუ არ ვინმე პასუხისმგებაში მიცემული, ვინც შეიძლება იყოს დამნაშავე იმ ადამიანების ცემაში, ვინც იმ პერიოდში იყვნენ ნაცემი. კომისართან ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების არსებულ მდგომარეობაზე ქვეყანაში, მათ შორის იმ შემზღუდველ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიემართება როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროებას, ასევე ჟურნალისტებისთვის საოპერაციო სივრცეს, ასევე პროტესტთან მიმართებით და ასევე ვისაუბრეთ იმ საქმეების გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სისტემურ წამებას და უცნობი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას დემონსტრანტებთან მიმართებით.